მოსკოვში ჩემმა მეორე ვიზიტმა უკვე პირადი ხასიათი შეიძინა. პრეზიდენტმა პუტინმა დიდებული ფერწერული ტილო შეაქმნევინა წამყვან რუს ხელოვანს და მთხოვა მისი პრეზიდენტ ტრამპისთვის გადაცემა. ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ასეც მოვიქეცი. ეს არაჩვეულებრივი მომენტი იყო. პუტინმა თავად მომიყვა თუ როგორ წავიდა ადგილობრივ ტაძარში სალოცავად, როდესაც შეიტყო, რომ ტრამპს ესროლეს. ის მის მოძღვარს შეხვდა და მათ ერთად ილოცეს ტრამპისთვის. და ეს მან იმიტომ არ გააკეთა, რომ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი გახდებოდა. არამედ იმიტომ, რომ პუტინისთვის ტრამპი მეგობარია და მისთვის როგორც მეგობრისთვის ისე ილოცა. წარმოგიდგენიათ ასეთი რამის მოსმენა რომ გიწევდეთ, როგორი რეაქცია გექნებოდათ. შინ დაბრუნების შემდეგ ნახატთან ერთად პრეზიდენტ ტრამპს ეს ისტორიაც მოუყევი და შემიძლია გითხრათ, რომ ამან მასზე ემოციურად ნამდვილად იმოქმედა. ჩვენ სწორედ ასეთი სიღრმისეული კავშირის დამყარება მოახერხეთ მოსკოვთან და ეს მხოლოდ და მხოლოდ მარტივი კომუნიკაციის საშუალებით შევძელით. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.